ესე იგი დღევანდელი საუბარი მინდოდა მიგვეცონა თემისთვის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები. ისმით? ძალიან ხშირად არის, ძალიან გავრცელებულია ქრისტიანობაში ეს შეცდომა, რომ აი რაღაც ფრაზა ასახარებიდან ამოგლეჯილია კონტექსტიდან, ამბობს ადამიანი, იყენებს ამას, ხანდახან გადაგებაშიც იყენებს, მაგრამ ის ფრაზა სულ არ გულისხმობს იმას, რისთვისაც ადამიანი მას იყენებს. აი ძალიან გავრცელებული, მაგალითად. ვისაც აქვს მიეცემა და მიემატება, ვისაც არ აქვს, წაერთმევა ისაც რაც აქვს, ხო? ამას ბანკირებიც კი იყენებენ. ვისაც ფული აქვს, კრედიტსაც იმას აძლევენ. იმიტომ რომ ვისაც აქვს, იმას მიეცემა. ბიზნესმენი, ვისაც არ აქვს, ის ერთმევა რაც აქვს, ხო? მაგრამ ეს ხო არ არის ამის შინაარსი, ხო? თავარი, ამიტომ ხო არ ვთქვია იესო ქრისტეს ეს, ხო? ამიტომ აი ყურეთ კონტექსტიდან ამოგრეჯილი ფრაზები ხდებიან პრეკონტექსტი, ანუ თავარი ის ხდება, ისმით? არ შეიძლება ამის გაკეთება. მე მინდა თქვენთვის დღეს მეჩვენებინა წმინდა წერილიდან აი რამოდენიმე მაგალითი აი ამ შემთხვევების, რომ ჩვენ ვიცოდეთ. როცა რაიმე ფრაზას მოვისმენთ, ან ჩვენ თვითონ წავიკითხავთ, არ შეიძლება მხოლოდ ერთი მუხლის წაკითხვა. თლიანი თავი უნდა წავიკითხოთ, რომ კონტექსტი ვიცოდეთ რაზეა ლაპარაკი და გასაგები ხდება შემდეგ ეს, ხო? ხომასე. უყურეთ, აი ბიბლია მაგალითად ჩვენ დღეს ბიბლიაში რო ვიხედებით, ბიბლიის წიგნები დაყოფილია თავებად და თავები დაყოფილია კიდე მუხლებად. მაგრამ ეს ასე არ იყო. ასე არ დაუწერიათ ავტორებს, გესმით? მაგალითად, როდესაც მოსე წერდა ლევიანთა წიგნს, მას არ დაუნომრია თავები და მას მუხლებად არ დაუყია ეს. ეს რატომ მოხდა? ეს შუა საუკუნეებში მოხდა შემდეგ მოგვიანებით, რომ ადვილი საპოვნელი ყოფილიყო ის მუხლი, რომელიც გვჭირდება ჩვენ, ორიენტაცია რომ ადვილი ყოფილიყო წიგნში, შემდეგ ღვთისმსახურებმა დაყვეს ბიბლიის წიგნები თავებად და შემდეგ მუხლებად. გესმით? ეს ერთის მხრივ კარგი იყო ეს დაყოფა. ხო? იმიტომ რომ ეხლა რომ მიგითხრათ რომ აი ესა და ეს მცნება, შემიძლია ზუსტად გითხრათ და მათეს მეშვიდე მუხლი, ხო? ადვილია მისანიშნებლად. მაგრამ ამან ის ზიანი მოგვიტანა ჩვენ რომ ადრე კაცი აიღებდა მათეს სახარებას თლიანად კითხულობდა. და ეს თავი რომ თავდება ადამიანს ინტუიციურად გონია მას რომ გაწყდა აზრი. და მეორე თავში ახალი აზრი იწყება. სინამდვილეში ხანდახან ებება ეს ერთმანეთს, გესმით? ხანდახან წინა თავი გვიხსნის შემდეგ თავში რა ხდება, მაგრამ აი ეს დაყოფა უკვე ჩვენ გვაბნევთ. მე მინდა ეს ჩვენ ვიცოდეთ, გავითვალისწინოთ და არასოდეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით არ ვიაზროვნოთ ქრისტიანობაში, ან ქადაგებაში შეიძლება ზოგიერთი მომავალი მღვდელია აკვინძის და მანაც ეს უნდა გაითვალისწინოს. მე აქ მაქვს, საინახე ძალიან საინტერესო წიგნია ეს. ძალიან ძვირფასი წიგნია, შეიძლება ვისაც დაინტერესებს თვითონაც შეიძინოს. ეს არის ახალი კომენტარები ახალ აღთქმაზე თალმუდიდან და მიდრაშიდან. რატომ არის ეს წიგნი ძალიან ძვირფასი? აქ არის მოტანილი ყველა სწავლებანი, რომელიც ქრისტეს დროს, ქრისტემდეც, ქრისტეს შემდეგ წლებშიც ებრაულ სამყაროში იყო. გესმით? და ამის ავტორმა დიდებული მოაზროვნე იყო, ვინც ეს გააკეთა, შტრაკის და ბილერბეკის არის ეს. ამათმა რაფრის იცით სახარებიდან, აი მიყვებიან სახარებას და ყოველ მუხლს რა შეესაბამება რაბინულ სწავლებაში, ქრისტე თავადაც ხო რაბინი იყო, ქრისტე. ხო? და რაბინულ სამყაროში იზრდებოდა, ხო? და აი ახალ აღთქმაში ნათქვამიდან მიყვებიან და ყველა მუხლზე, თითქმის ყველა მუხლზე რაბინულ სწავლებაში სად არის ფესვები ამის. ისაა მოყვანილი ყველა. ესე იგი 6 ტომიანი ნაშრომია, შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ. ეხლა აღარ იყიდება, მაგრამ როგორც ანტიკვარი ისე იყიდება, შეგიძლიათ ნახოთ და შეიძინოთ, იმიტომ ძალიან ძვირფასი წიგნია. და აი აქედანაც მინდა რაღაცები წავიკითხოთ, რომ ნახოთ, რომ აი მაგალითად როცა ქრისტე ამბობს ვენახია ისრაელი. და ეუბნება რომ აი ეს ვენახი თუ არ გამოიღებს ნაყოფს, მოვა ვენახის პატრონი და გადაწვავს ამ ვენახს. რატომ ამბობს ვენახს? ქრისტე ეხლა იჯდა და მოიფიქრა ეს ვენახი დავარქვა ისრაელსო, თუ იმ დროინდელ სწავლებაში ისრაელს ერქვა ვენახი. ხომ საინტერესოა ამის ცოდნა, ხო? უბრალოდ ნახეთ, უკვე კონტექსტს თუ გავიგებთ,
ვიცით ქრისტე რატომ ხმარობს სიტყვას ვენახი და ვაზი. თუ არ ვიცით კონტექსტი, ისტორიული და ეს რაბინული კონტექსტი, მაშინ უკვე ჩვენ გონია რომ ეს ქრისტეს რაღაცა მოგონილი ტერმინია, ხომ ასეა? ამიტომ ფესვი არ უნდა მოვაჭრათ სახარებას. მე მინდოდა ეს გავეკეთებინა დღეს. ნახეთ, აქ არის მე მაქვს ჩამოთვლილი გახლობით 8 ადგილი და მივყვეთ და მე მგონი შევძლებთ ჩვენი ენერგია კიდევ მოგცემთ ამის საშუალებას 1 საათი ამაზე ვესწრებთ. პირველი, ნახეთ, მე უკვე ამას წინა კვირას ამაზე ვთქვი, მაგრამ კიდევ ცოტა მინდა დავუმატო ამას. ნახეთ, ქრისტესთან მიდიან, ეს არის მეოთხე სახარებაში და ეუბნებიან მოძღვარო, რომელია ჯულში მთავარი მცნება. ხო? ვინ მიდიან ტაძარში, იერუსალიმის ტაძარში მიდიან იუდეველები, წიგნობრები, ფარისეველი, ჯულისწოდნე ხალხი და ეუბნებიან მოძღვარო, რომელია ყველაზე მთავარი მცნება. ეხლა როგორ ფიქრობთ თქვენ? ქრისტე ამას რის საფუძველზე პასუხობს? საკუთარი შეხედულების თუ რჯულიდან პასუხობს? ხო? მოდით, ნახოთ ის გარემო, რასაც იმ დროს ფიქრობდნენ იუდეველი მოძღვრები. ეხლა ესენი ქრისტეს იმიტომ კი არ ეკითხებიან, რომ შენ რასაც გვეტყვი, ის არის ერთადერთი სწორი პასუხი. თვითონ იციან რა, იმიტომ რომ თალმუდი, მოკლედ სწავლება მათი ეს თალმუდი შემდეგ ჩაიწერა, მეორე საუკუნის შემდეგ ჩაიწერა წერილობით, თორე წიგნობარი იმიტომ ერქვა კაცს, რომ მას ზეპირად იცოდა, რომ რომელმა მოძღვარმა როგორ განმარტა ეს მუხლი. გესმით, წარმოგიდგენთ, ზეპირად ერთის სიტყვიერებით გადადიოდა და ბავშვობიდან ამას იზებს სწავლობდნენ და ის ამბობდა, რაბი მე ამან ეს თქვა, რაბი იმან ის თქვა, რაბი იმან ის ასე თქვა. შენ რას იტყვი? ეს არის კონტექსტი ამ კითხვის, გესმით? და მე მინდა გაჩვენოთ, იყო ესე ძალიან დიდი ავტორიტეტი, ამ წიგნშია ეს მათესთან 22 თავის განმარტებაში, რომ რაბი სიმლაიმო ასეც ქვაო. წერს მიდრაში, განმარტება ჯულის, რომ მოსემო 613 მცნება მიიღო სინას მთაზე, ხო? ჯული მოიცავდა 613 მცნებას. მაგრამ შემდეგო მოიდაო დავით მეფე იერუსალიმის ისრაელის მეფე და თქვა დაიყვანაო 11 მცნებაზე. 11 მცნებაში მოაქციაო. ეს 613-დან 11-ზე თქვა რომ მთავარია, ყველაზე მთავარია და ამბობს. ნახეთ, ეს არის მე-14 ფსალმოში, დანომრილიც მაქვს. კაცი, რომელიც უმციკლოდ დადის, ანუ წმინდა ცხოვრობს, რომელიც სიმართლის მოქმედია, ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში, ანუ აპოლოს და ფიქრობს, ვინც არ ჭორაობს, არ გაჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს მოყვას, აუგს არ იტყვის ახლობლებზე, ვის თვალშიც დამცირებულია საძაგელი საქმე და ადამიანი, ღვთის მოშიშებს კი პატივს სცემს, ვინც ფიცს შეფიცებს მოყვას და არ დაარღვევს ფიცს, ვინც ფულს ვახშით არ გასცემს, ანუ ვახშით გაცემა ფულის არის ცოდვა და ბოლოს გთამს არ აიღებს უდანაშაულო კაცის დასაჭაგრად. ამ 11 რამეს ვინც ასრულებს, ამბობსო დავითი, რაბი სიმლაი, მოძღვარი სიმლაი ამბობს, ამის მოქმედი არასოდეს წახორხილდება სასופველის გზაზე. ხო საინტერესოა? ქრისტეს ამიტომაც ეკითხება, იმან ასე თქვა, რაბი სიმლაი, 11 მუხლია მთავარი და შენ რას იტყვი? ხდებით და ეს კონტექსტი როგორ იზრდება ჩვენი ცოდნა, ხდებით? შემდეგო ეს იგივე მოძღვარი ამბობს. შემდეგ მოვიდა ესაიაო, უკვე მოგვიანებით 3 საუკუნის შემდეგ დავითის მერე და იმანო 6 მცნებაში მოაქციაო. თქვა, რომ 6 მცნება მთავარიო და ამბობს მართლად მსვლელი, წრფელად მოუბარი, ძალადობით მონახვეჭის მოძულე, ქრთამისგან ხელის დამფერთხავი, ყურის დამხშობი სისხლიან ამბავზე, თვალის დამხუჭები ბოროტების სქერაზე, ვინ დაივანებს მაღალთაში, ვინავა ზეცაში. მე 6 საქმეს ვინ შეასრულებს. ნახეთ, გუშინ შტუტგარტში ერთმა მოზარდმა მკითხავე, მამაო, საშინელებათა ფილმების ყურებაო შეიძლებაო? ჰორორი და ასეთ ფილმები. არ შეიძლება. ამ ესაიას ამ 6 მცნებიდან გამომდინარე, ნახეთ, რომელიც ყურს დამხშობია სისხლიან ამბავზე, არ უნდა რომ მოისმინოს სისხლიან ამბავი და თვალებს ხუჭავს ბოროტების საცქერად. გასართობად
გასართობად ვინც უყურებს ბოროტებას და სისხლიან ამბებს, ის ცოდავს ღვთის. ამიტომ არ შეიძლება ასეთი რაღაცების უყურება საშინელებების და შემდეგ მე ისეც ამბობს რაბი სიმლაი, შემდეგ მოვიდაო მიქა წინასწარმეტყველი, რომელიც ჩვენს ბიბლიაშია და მიქამო სამ ცნებაზე მოაქციაო. თქვა რომ სამი ცნებაა მთავარიო. 613 და 610 მოაკლდა სამი მთავარიო და ამბობს ხომ გეუწყა შენ ადამიანო რა არის სიკეთე და რა სიტყვის შენგან უფალი, მხოლოდ სიმართლის ქმნას, წყალობის სიყვარულს და მზადყოფნით სიარულს უფალთან ერთად. ვისაც არ აქვს მიიცი. ნახეთ, სამი მუხლი. შემდეგ ამბობს, მოვიდა ამოს წინასწარმეტყველი, ისე რომელიც ჩვენს ბიბლიაშია, ამოს წინასწარმეტყველი და თქვა, ორი მუხლი, ორი მცნებაა მთავარიო. ნახეთ, ამოს წინასწარმეტყველი. მეძებეთ და ცხონდით. ანუ კაცმა უნდა ეძებოს უფალი და ცხონდეს. ეს არის ორი მთავარი. და ბოლოს ნახეთ საინტერესო არის ამბაკუმ წინასწარმეტყველი მოვიდაო ამბაკუმიო და ერთ მცნებაში მოაქციაო. რომელია ის ერთი მცნება? მართალი ჩემი სარწმუნოებით ცხონდეს. ჩემი რწმენა გქონდეს მართლა. აი როგორც აბრაამს რწმენა ჰქონდა, არაფერი არ იცოდა. აბრაამის დროს მოსეს რჯული არ არსებობდა, გესმით? კაცი წარმოიდგინე, რჯული კანონი ცნება არ არსებობს, მაგრამ რომ უთხრა ღმერთმა, ირწმუნა და განმართლა. ამიტომ მართალი ჩემი რწმენი ცხონდეს, ერთი მცნება. ეს ყველაფერი ნახეთ, ეს კიდე ცოტაა, რაც მე ახლა ჩამოგითვალეთ. ამ წრეში კიდევ ბევრია. კიდე რას ამბობდნენ მათი მოძღვრები. და ეხლა იკითხებიან ამ ღვთაებრივ მოძღვარს, იესო ქრისტეს, შენ რას გვეტყვი? რომელია მთავარი მცნება? და ისე უგნება. გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი სულით, მთელი შენი გულით, მთელი შენი გონებით, ეს არის პირველი და მთავარი მცნება. და მეორეა მისი მსგავსი, გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი. ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველი. გიყვარდეს ღმერთი, გიყვარდეს ადამიანი. უფალი ამბობს, იესო ქრისტე ამბობს, რომ ეს ღმერთის და ადამიანის, ანუ ორი მცნებაა, ღმერთის სიყვარული და ადამიანის სიყვარული მთელი ძალით. ხვდებით? აი ხედავთ, ეხლა ჩვენ მხოლოდ ეს აგვიკითხა, უფალს კითხეს და უფალმა უპასუხა. ჩვენ ხო ბოლომდე არ გვესმის მდგომარეობა, გარემო ყველაფერს. ამ ყველაფერს თუ გავეცანით, რაც მე ხა თქვენ წაიკითხეთ, როგორ გამდიდრდა ჩვენი ცოდნა. აი ამას ნიშნავს კონტექსტის ცოდნა, ცნების გასაგებად. ხა გადავიდეთ მეორეზე, ნახეთ, მეორეზე. ლევი, წეგან მახსენე მე ლევი. ნახეთ? მე რომ ერთი ლექტორი მყავდა, რომელიც ლათინურს გვასწავლიდა, მაშინ მე თვითონ პასაკით პატარა ვიყავ და ეს ხალი საკმაოდ ინტელექტუალური ხალი იყო რა, ინტელექტუალური იყო, თამამად ლათინურის მასწავლებელი იყო. და ესეთი რამ გითხრა და სამ ლათინურში ძალიან ხშირად სწავლების დროს ენის სასწავლებლად გამოიყენება ციტატები სახარებიდან, ბიბლიიდან, და ცნობილი ციტატებია და ლათინურადაც ნათარგმნია, ხო, ბიბლია და ამ ხალხს ხშირად მოქონდა ხოლმე ეს ციტატები ლათინური და სახარებიდან. ერთხელ ამ თალმა ასეთი რამ თქვა. მეო სახარებო მომწონსო, მაგრამ ასეთი რაღაცები არ მიყვარსო იქ რომ არისო, აი დაწყევლა ხეო და გახმა ხეო. ქრისტემ დაწყევლა ლეღვის ხე და გახმა ხეო. ნუ რა სისულელეაო ეს რა არის? რატომ თქვა ეს იმ ხალმა? თუმცა ინტელექტუალურად, იმიტომ რომ კონტექსტი არ იცის. რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე? გესმით? მე მაშინვე გამიკვირდა ეს რომ თქვა ამ ხალმა. ნუ თუ მართლა ასეთი პრიმიტიულია, მეთქი ვიფიქრე. ნუ თუ მართლა ასეა? რომ ახლა ქრისტეს მოუნდა დაწყევლა ხე და გაახმო ხე, იმიტომ რომ ეჩვენებინა აი წევლას როგორი ძალა აქვს, ხო? ეს ხო არ შეიძლება იყოს. შემდეგ მე რომ გავიდა მე აი ეს მინდა მე თქვენ სხვანაირად დავინახე მე თვითონ და თქვენც მინდა ეს გითხრა. ნახეთ, ლეღვი არის ისრაელის სიმბოლო ბიბლიაში. ნახეთ, მაშინ ეს შემთხვევა როგორი იყო? დაინახა უფალმა, როცა მოდიოდა ზეთისხილის მთიდან, დაინახა ლეღვის ხე შორიდან. ეს არის გაზაფხული. ნახეთ, პასექის წინა პერიოდია. და დაინახა ლეღვის ხე შორიდან და მივიდაო ახლოსო რომ ნაყოფი ენახა, იმიტომ შიოდა, ახლა ყოველფერს ნაბიჯი საკვები კი არ იყიდებოდა როგორც აქ არის. მივიდაო და ნახავ რომ ნაყოფი არ ქონდაო, რადგან ჯერ არ იყო ლეღვის მწიფობის დრო. ასე წერია სახარებაში.
და ახლა ნაყოფი არ ქონდა დასწყევლა ხე რომ აღარასოდეს გამოგებოს ნაყოფი უკუნისამდე და გახმარე ის ხე და მოციქულებმა თქვეს რა უცბად გახდა გახმარე ის ხეო რატომ მოხდა ეს იმიტომ რომ ლეღვი ახლა უფალი რას აკეთებს უკვე უფალი თავადაც ხო იმ სამყაროში აღზრდილია ის ხო ადამიანიც იყო ხო ბაებრივიც იყო და ადამიანიც იყო და მათ ელაპარაკება იუდეველებს რა ენაზე დაელაპარაკება ბერძნულ ენაზე ხო არ დაელაპარაკება იუდეველებს ელაპარაკება იმ ენაზე და იმ ტერმინებით რაც მათთვის ნაცნობია ხო და აკეთებს ისეთ საქმეებს რომ მათ გაიგონ რატომ გახმა ლეღვის ხე და ნახეთ აი მაგალითად ოსია წინასწარმეტყველი რას ამობს ისრაელზე და ლეღვზე ნახეთ შემდეგი ციტატა ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი როგორც პირველი ნაყოფი ლეღვის ხეზე ღმერთი ამბობს რომ ისრაელი ჩემი იერი უდაბნოში ყურძენივით ვიპოვე ისე ვიპოვე როგორც პირველი ნაყოფი ლეღვის ხეზე აი ის ნაყოფი რასაც ქრისტე ეძებდა ლეღვის ხეზე გაზაფხულზე პასექის წინაპრებში პირველი ნაყოფი უნდა იყოს ლეღვის ხეზე და იერემია წინასწარმეტყველი იგივეს წერს ნახეთ როცა იერემია წინასწარმეტყველის დროს რა ხდება მოდიან ბაბილონელები და გადაასახლეს დაიპყრეს ისრაელი და ისრაელი გადაასახლეს ისრაელის ელიტა გადაასახლეს ბაბილონში და ეუბნება იერემია წინასწარმეტყველს ღმერთი აი ეს აქ მოყვანილი მაქვს და დამანახა უფალმა აჰა ლეღვის ორი კალათა დგას ტაძრის წინ მას შემდეგ რაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იუდას მეფე იეკონია იოაკიმის ძე იუდას მთავრები ხუროები და მჭედლები იერუსალიმიდან და ბაბილონში წაიყვანა ერთ კალათაში კარგი ლეღვია მეორე კალათაში ძალიან ცუდი ლეღვია და ღმერთი ეუბნება აი ეს კარგი ლეღვი ის კარგი ხალხია რომელიც ამ გადასახლებაში კი მოყვა მაგრამ მაგათ მე უკან დავიბრუნებ უკან დავაბრუნებ მაგათ ჩემს ქალაქში იერუსალიმში ჩემს მიწას ანუ კარგი ლეღვი არის ისრაელის სიმბოლო ის ცუდი ლეღვი ამბობს რომელიც დამპალია და რომლის ჭამაც არ შეიძლება ის ხალხია ვინც ვეღარასოდეს ვეღარ დაბრუნდება ბაბილონის ტყვეობით გესმით ხედავთ რა ხილა სიმბოლიკა შემდეგ აი მაგათ შემდეგი ციტატა ნახეთ ვაგლახ რომ ნაყარი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მცრეველს დავემსგავსე ამას ამბობს მიქა წინასწარმეტყველი აი უყურებ ჩემს ერს ისრაელს ისი რას დავემსგავსე ამბობს ისა მიქა ვენახს რომ გაკრეფავენ და რაღაც მარცვლები რო დარჩება ხომ გინახიათ ეგეთი ვენახი აი მამ კაც დავემსგავსე რომ აი იმ მარცვლებს რაღაც უპოულობ ჩემს ხალხში ყურძნის მარცვლებივი შემდეგ ამბობს ერთი მტევანიც არ შერჩენია საჭმელად ადრეულ ლეღვის ნაყოფს ნატრობს ჩემი სული ადრეული ლეღვის ნაყოფს ნატრობს ჩემი სული ის რაც ქრისტეს უნდოდა რომ იმ ლეღვის ხეზე ეპოვა ვერ იპოვა და ამიტომაც ისრაელს აჩვენებს რომ აი ეს როგორც უნაყოფო ლეღვის ხე დაიწყება და გახმა ისე დაიწყება ისრაელი თუ ნაყოფს არ გამოიღებს ის ხომ გასაგებია დაწყება ეხლა დათნურის ლექტორს და პროფესორს ხო შეგვიძლია აუხსნათ რომ ქრისტე ფოკუსნიკის სტატუსით კი არ წევლის იმ ხეს რომ გააყვა არამედ შინა კონტექსტი აქვს ამას რომელიც უნდა რომ დაანახოს ისრაელი იგივეა ვენახზე ნახეთ ჩვენს ბევრი გამოგუსმენია ხო ვენახზე რომ აი მე ვენახეები არ შრომობენ პატიოსნად არ აბარებენ ვენახის პატრონს ნაყოფს ვენახიც ისრაელის სიმბოლოა. აი შემდეგ ცოტა ამას ეხება რომ ისაია ამბობს რომ ვენახი ჰქონდა ჩემს შეყვარებულს გაშენებული ნაყოფიერ გორაკზეო. ეს თქვენ შეგიძლია მერე შემდეგ წაიკითხოთ. ნაყოფიერი გორაკი იყო სიონის მთა იერუსალიმში და ამაზეო ჩემმა შეყვარებულმა ღმერთმაო ვენახი გააშენაო. მაგრამ ამ ვენახმაო ნაყოფი არ მოუტანაო. ნახეთ შემდეგ რას ამბობს ახლა გამგსაჯეთ იერუსალიმის მცხოვრებნო მე და იუდას ხალხი ღმერთი ამბობს კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის მეტი რა უნდა გამეკეთებინა იმაზე მეტი რაც გაუკეთე მაგრამ არ გამოიღო ნაყოფი არ მომიტანა ჩემი მტევნები ამბობს ღმერთი ახლა გაგიცხადებთ რას დავმართებ ჩემ ვენახს ღობეს მოურღვევ რომ გაპარტახდეს ზღუდეს მოუნგრევ რომ გადაიქელოს და მართლაც ბაბილონელები მოდიან და აპარტახებენ იერუსალიმს. ხდებით? ამიტომ ადარებს ქრისტე ვენახს და როცა ელაპარაკება იუდეველთა წინამძღოლებს
ვენახზე, მე ვენახებზე, მათ ძალიან კარგად იციან რა ზელაპარაკობს უფალი. შეიძლება ხა დღეს ჩვენ ვერ გავიგოთ, თორემ მათ ზუსტად იციან, რომ ისრაელზე ლაპარაკობს ღმერთი, იესო ქრისტე და მე ვენახები თვითონ არიან, რომელიც ნაყოფს არ აძლევენ ღმერთს. ნახეთ კიდევ აი მე 79 ფსალმუშია მე მინდა თქვენთვის მეთქვა სახში ეს წაიღეთ და მაინც კიდევ აი გადავხედეთ, გადაიარეთ ამაზე ერთხელ ორჯერ, განიხილეთ და ყველაფერი დაგავახსოვრდება და დაგავიწყდება. 79 ფსალმუში ამბობს ღმერთი დავითი ეგვიპტიდან გამოიტანე შენი ვენახი. ანუ ვინ ვენახი ვინ არის? ებრაელები, ხო? ეგვიპტიდან გამოიტანე შენი ვენახიო. მიეცი ადგილი ისრაელში და ასახლეო და ფესვი გაიდგაო შენმა ვენახმაო, მაგრამ ახლაო რატომ დაუშვიო აი ამ სალმოში ამაზეა ლაპარაკი რომ მოდის ვისაც ეზარება და ყველა გვარცვავსო და შემდეგ ამბობს გადმოიხედე ციდან და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე რომელ დაასხა მარჯვენებმა შენმა ანუ ისრაელზეა ლაპარაკი ხო გასაგებია ქრისტე ვენახზე რატომ ლაპარაკობს ხო მასეა თორემ ხა ვიღაცა ამ კონტექსტის ცუდინარმა შეიძლება იფიქროს რომ ვენახეობაზე ლაპარაკი სახარებაში ეს ხომ ასე არ არის შემდეგი ნახე აი შემდეგ გავრცელებული ცდომილება ცირეცაზე და სარწმუნო აი შემდეგ გავრცელებული ცდომილება ცირეცაზე და სარწმუნო იქმნენ მრავალსა ზედა დაგადგინო შენ ეუნება ქრისტე ერთგულ ღმერთი ერთგულ მონას ანუ რომ ჩააბარა ერთგულ მონას ხუთი ტალანტი, ფულის ერთეული და მან კიდევ ხუთი რომ მოიგო, იშრომა, არ გაჩერდა და ხუთი მონაგებით დაუბრუნა. რა უთხრა? ხო, ანუ ერთგულო მონა, ცირეზე სარწმუნო რაღაცა აღმოჩნდი, უფრო მეც მოგცემ შენ. შეიძლება ეს ასე გავიგოთ, რომ მე თუ პატიოსანი მღვდელი გავიყავი, ეპისკოპოსი უნდა გავხდი აუცილებლად. შეიძლება ასე გავიგოთ. ამ ცირეზე, ანუ მღვდლობაზე თუ სარწმუნო ვიყავი, აუცილებლად მეტი უნდა მომცეს ღმერთმა და გავხდე ეპისკოპოსი. შეიძლება ასე გავიგოთ? არა. არ შეიძლება ამის გაგება. ან შეიძლება გავიგოთ ესე რომ ვთქვათ, კარგად უკითხულობს მე დავითნი, აუცილებლად უნდა დავაწინაუროთ, შეიძლება ასე გავიგოთ. არში ამას არ გულისხმობს ეს კონტექსტი. დევით? აი რას გულისხმობს? ნახეთ, მეორე. შემდეგი ციტატა. როცა მოვა ქრისტემ მეორე და როცა დაამარცხებს სატანას საბოლოოდ როცა იქნება ახალი ცა, ახალი მიწა, აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, აი ციტატა ასე იწყება, აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ქრისტეს მეორეს მოსვლის შემდეგ არის. ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ იმ ახალ ქალაქში, ახალ იერუსალიმში და მისი მონები მოემსახურებიან მას. იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი, ღამე აღარ იქნება იმ ქალაქში. ისე რომ აღარ ცანთელი დაჭირდება და აღარ მზის ნათელი, რადგან ღმერთი გაანათებს მათ. ანუ მზე აღარ იქნება საჭირო ამბობს იოანე ღვთისმეტყველი. როცა ქრისტე თავად ღმერთი გაანათებს ჩვენს ცხოვრებას. და ის მისი მონებიო, ნახე რა წერია ბოლო რა სიტყვები რა არის? იმეფებენ უკუნითი უკუნისა. ცირეთაზე და სარწმუნო არის ჩვენი ცხოვრება. ჩვენი ცხოვრება არის მცირე. ამ ცხოვრებაზე სარწმუნო, სიკვდილამდე სარწმუნო თუ აღმოჩნდი და არ უღალატებ ღმერთს. აი იმ მომავალ ცხოვრებაში იმეფებს უკუნითი უკუნისამდე ის ადამიანი ღმერთთან ერთად. გსმით? ანუ ანგარიშიანობა არ უნდა დაუშვათ ამ ცნებაზე, რომ აი მცირეზე სარწმუნო ხო ვიყავ. ახლა მეტი მინდა ღმერთო, მეტი მომეც, მეტი შეიძლება სულ ყველაფერი დავკარგო. მაგრამ მე უნდა მახსოვდეს რომ თუ ერთგული დაარჩი სიკვდილამდე მელოდება ის მეფობა ნახეთ კიდევ მე-9 ნეტარების მესამე ნეტარება რა ამბობს ნეტარი იყვნენ 7 დნი რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა ახლა ამ ცხოვრებაში თქმა უნდა არა 7 თუ იყავი ვირას მოგცემს ამ ქვეყანას პირიქით ყველაფერს დაგარქმევენ მაგრამ 7 თუ იქნები და ერთგული უფლისა შემდეგ მთელი ქვეყანა შენ დაგრჩება რადგან ქრისტემ როგორც ადამიანმა ხო მიიღო ეს დიდება და პატივი მამისგან, ხო? როგორც წერია მსამში ამაღდა ზეცად და დაჯდა მარჯვენა ღვთისა და მამის. როგორ დაჯდა? სულიერად თუ კაცის სხეულით? კაცის სხეულით, კაცის ბუნებით ამ. რადგან კაცის ბუნებამ დაიმკვიდრა და მას მისია ყველაფერი, მან დაამარცხეს.
ჩვენც მისი მონები ვიმეფებთ მასთან ერთად უკუნით ვიყო. ხვდებით? ამიტომ იგივე რაც შენ ახსენეთ ეხლა ლევან რომ ვისაც აქვს მიეცემა და ვისაც არ აქვს საერთო ამ ქვეყანას კი არ გულისხმობს. ვინც ამ ქვეყანაზე ექნება წმენა და ერთგულება ღმერთისა მიიღებს უფრო მეც მიეცემა და მიემატება მომავალში, ვისაც არ აქვს წმენა და ერთგულება ღმერთის დაკარგავს იმასაც ამ ხაურს რაც ჰქონდა ამ ცხოვრებაში. სამუდამოდ უკუნითი უკუნისამდე დაკარგავს. შემდეგ აი მეოთხე ნახეთ. ესეც ძალიან არასწორად გაგებული მცნება. ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებდით და ჰპოვებთ, დააგაგუნებთ და გაგიღებთ, რადგან ყველა თხოვნელს მიეცემათ, ძებნელი ჰპოვებს და ვინც აგაგუნებს, გააუღებენ. რას ნიშნავს ეს მცნება? ითხოვეთ და მოგეცემათ. რა? აი რისი თხოვნა შეიძლება რომ ითხოვოთ და მოგეცემთ? მატერიალურად შეიძლება ეს ვიფიქროთ. აი ვიფიქროთ ვიღაცამ ითხოვას რომ ბოლო მოდელის მანქანა მინდა ღმერთო და ილოცოს მთელი თვე ამაზე ლოცულობ მიეცემა? არა, მაგალითად მე მაგალითად აი სოლომონის იმასის ხო ისეთი რაღაცა მომეციო სიბრძნე იქონდეს. ხო, ზუსტად სოლომონმა რა გითხრა? სხვა არაფერი არ მინდაო. ეს სამყარო მისთვის ყოფილი სიბრძნე მომეცი. აი მე ამ იქონიყო ეს ყველაფერი. ზუსტად, აი მიდრაში ძალიან საინტერესო არის ეს ადგილი განმარტებული, ნახეთ. იპოვეთ და ეძებეთ და იპოვეთ. ნახეთ რას ამბობს ერთ-ერთი მოძღვარი. მოძღვარმა ისააკმა თქვაო, რომ როცა ადამიანი გეუბნებაო, რომ ვეძებეო და ვერ ვიპოვეო, არ დაიჯერო. ვეძებე და ვერ არ დაიჯერო. თუ გეტყვისო რომ არ ვეძებდიო და ვიპოვეო, არც ეს არ დაიჯერო. რომ ვინც არ ეძებს ის ვერ იპოვის. თუ გეტყვის რომ ვეძებე მონდომებით და ვიპოვეო, მაშინ დაიჯერო. მაგრამ მე ამბობს, მაგრამ ეს სიტყვები ეხება მხოლოდ წმინდა წერილის შესწავლასო. გესმით? მხოლოდ სულიერ საკითხებს ეხება ეს. ვეძებე და ვიპოვე. ვეძებე ჭეშმარიტება და ვიპოვე. თხოვე ცოდნის შემეცნების კარის გაღება და გამიღო კარი. უკაკუნებდი ღვთის შემეცნებას და ღმერთმა გამიღო კარი. სხვა დანარჩენიო ასე ამბობს, ძალიან საინტერესოა გამარტო. სხვა დანარჩენიო, მაგალითად მიდიხარ და ვაჭრობა, რაღაცა ვაჭრობა გაქვს ხო საქმე და წარმატება გქონდა. სხვა დანარჩენი უბრალოდ შეგეწია უფალი. ეს იცნება მაგას არ ეხება. ღვთის შეწევნა არსებობს, ან არ არსებობს. ღმერთმა მშვიდობით ჩამიყვანეს სადღაც რო ამბობ და ღმერთი შეგეწია, არსებობს რა თქმა უნდა, თანამავალია ღმერთი და შეგეწევა, მაგრამ ეძებეთ და იპოვეთ მაგას არ გულისხმობს. ერთადერთი ღვთის შემაცნებაზე შეიძლება ამის გაგება. ერთჯერ გითხოვს ხოლმე ჩვენ რომ რამდენი ევოლუცია ადამიანს ლოტო მომაგებინო, მაგრამ ვერ იგებს ხო? და მე ადამიანები ამბობენ ხოლმე რომ აი რატო წერია მაშინ ეს ცნება კაცო, აი უთხოვ და მომცეს. მაგაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია სულიერ ამბებს. გასმენთ? ამიტომ ხედავთ როგორ შეიძლება დაგვაბნიოს ცნებამ, თუ ჩვენ არ ვიცით კონტექსტი რაზეა ნათქვა. აი მეხუთე. ხა ძალიან საინტერესო ადგილი. ბიბლიაში შეიძლება გამომიტანო და იმას გადაშალო. ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეს. აი, ნახეთ ძალიან საინტერესო ადგილი, გამოგაფხიზლებთ ეს და მალე ჩვენ ბოლოსკენ მიდივართ უკვე. ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში წერს პავლე მოციქული. პავლე ამ დროს ტყვეობაშია და ამბობს: ყველაფერი შემიძლია ჩემი განმამტკიცებელი ქრისტეს მიერ. ანუ ყველაფერი შემიძლია ჩემი განმამტკიცებელი ქრისტეს მიერ. აი, რას გულისხმობს პავლე? აი, რა შეიძლება ადამიანს შეეძლოს მისი განმამტკიცებელი ქრისტეს მიერ. აი რა მოვიდით თქვენ აზრად? რა შეიძლება პავლე გულისხმობს? ყველაფერი შემიძლია, რა? აი რა მაგალითად. შეიძლება თქვენ წმენა. კიდევ? წმენა შემიძლია ქრისტეს მიერ. კიდევ? აი თქვენი აზრი უბრალოდ მაინტერესებს თქვენი აზრი. სასწაული, რასაც ქრისტე აკეთებდა. ყველაფერი შეიძლება, კიდევ? ანუ სიყვარული მხელა რომ რაღაც ქრისტემ ყველაფერი ბოროტება სიყვარულის უნარი, სხვა რაღაც სულიერ პავლე თავგანწირვა, ყველაფერი კარგი ჩამოთვალეთ თქვენ, ხო? ბატონო? დათმენა, მოთმენა, დაუხმოვინმეს ან მოითმინო, ხო? მსხვერპლი გაიღო.
ნახეთ, ეხლა ეს ჩვენ თუ ამოვიჯეთ კონტექსტიდან, ნახეთ რა უამრავი ქადაგება შეგვიძლია ავაწყოთ ამაზე, რომ აი ამას ამას რომ შემიძლია ყველაფერი ქრისტეს მიერ. პავლე ახლა ლაპარაკობს ფულზე. ესმით? რატო? ნახე რა სამბეკო მე წაგიკითხავთ ამ ადგილს, ოღონ მთლიანად, ნახე. იმიტომ დიდად გავიხარე უფალში, რომ კვლავ დაიწყეთ ჩემზე ზრუნვა. პავლე არის ტყვეობაში, არაფერი არ გააჩნია. თუმცა უწინათ ზრუნავდით, მაგრამ ვითარებამ დაგაგყოლა. იმიტომ როდი ვამბობ, რომ რამე მაკლია. რადგან მე ვისწავლე, კმაყოფილი ვიყო იმით, რაც მაქვს. პავლე ამბობს, რომ ერთი ნატეხი პურით რომ მქონდეს. მე ვისწავლე, რომ კმაყოფილი ვიყო იმ ერთი ნატეხი პურით. გაჭირვებაც ვიცი და ხელგაშლილობაც ვიცი ამბობს პავლე. ყველაფერი მისწავლია ყველაფერში. სიმაძღეც და შიმშილით, სიმწარეც და სიუხვეც. ყველაფერი შემიძლია ჩემი გამაძლიერებელი ქრისტეს მიერ. ხოლო თქვენ იცით, რომ ფილიპელები იყო ქალაქ ფილიპედან სამრევლო, თქვენ იცით ფილიპელნო, რომ სახარების დასაბამს როცა გამოვედი მაკედონიიდან, არც ერთმა ეკლესიამ არაფერი გამიზიარა, მოცემითა თუ მიღებით თქვენს გარდაო. თქვენს გარდაო, არც ერთმა ეკლესიამ არაფერი არ შემომწირო, არ დამეხმარა, იმიტომ რომ პავლე სჭირდებოდა რა ფული იმისთვის, რომ გადაადგილებული იყო, გადასული იყო ქალაქიდან ქალაქში, ხო დადიოდა ამ გზავრობას, ეხლა გემზე ვინ აგიშვებდა, თუ ფულზე გადავხდე. პავლე ამბობს, რომ არავინ არაფერი არ მომწია შესაძლებელი თქვენს გარდაო. ანუ აქ პავლე ლაპარაკობს მატერიალურ საშუალებაზე. იმიტომ რომ სჭირდება ეს. თუმცა ამბობს, რომ არაუშავსო, მე მაინც შემიძლია გავძლო, იმიტომ რომ ყველაფერი შემიძლია ჩემი გამაძლიერებელი ქრისტეს მიერ. უფულოთაც შემიძლია გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებო, იმიტომ რომ ვისწავლე, რომ გავუძლო გაჭირვებას. ხდები? აი, რა საინტერესოა, ხო? თურმე ეს სულ სხვა რამეზე ამბობს პავლე და ჩვენ გვესმის სხვანაირად, თუ არ ვიცით მთელი კონტექსტი იმის. ნახეთ, მეექვსე. ეს არის იოანეს სახარებიდან. ბოლოს ხოლო ყველას, ვინ შეიწყნა რა იგი, მისცა ხელმწიფება ღვთისშვილებად წოდებულიყვნენ. ყველას, ვისაც წამს მისი სახელი. ანუ ეს არის იოანეს სახარება, სიტყვა ქრისტე რომ მოვიდა, ზოგმა მიიღო მისი ნათელი, ზოგმა არ მიიღო, ხოლო ყველას, ვინც მიიღო, ვინ შეიწყნა რა იგი, მისცა მათ უფლება, ხელმწიფება, რომ ღვთისშვილებად წოდებულიყვნენ. ყველას, ვისაც წამს მისი სახელი. ვიზი ამბობს ამას იოანე ღვთისმეტყველი? ვიზი ამბობს? ყველას, ვინც იწამა მისი სახელი, წამს მისი სახელი. ყველას, ვისაც წამს მისი სახელი. ვეთქოთ? არა, ვიზი ამბობს, რომელ ადამიანებზე ამბობს? ყველას, ეყრე? ახლა იმიტომ რომ აღწერე ყველას, ვისაც წამს მისი სახელი. ეხლა ნახოთ ძველ ქართულში როგორ იყო, ნახეთ? ანუ ყველაზე ჩვენზეც ამბობს ამას, ხო? ხო ფიქრობ რომ ჩვენზეც ამბობს. ყველას, ვისაც წამს მისი სახელი, მისცა მას სიცოცხლის საუკუნო, ხო? ნახეთ? მეორე ძველ ქართულში ასე იყო. აი ეს არის ზუსტი თარგმანი უფრო. აი ჩვენ ამაზეც დავიფიქროთ ხოლმე რომ ჩვენ ხო ქრისტიანობა მაინც ახალია ეს უწმუნოების ათეიზმის ამ პერიოდმა მოიტანა ის რომ ჩვენი ეს არ დაიხვეწა, არ განვითარდა. ძველი ქართული აღარ ესმის ადამიანს, თარგმნეს ახალ ქართულად, ახალ ქართულად დათარგმნილი სახარებანი ბევრში შეცდომებს შეიცავს ხანდახან. ნახეთ, ძველ ქართულში როგორ არის. ხოლო რაოდენთა იგი შეიწყნარეს, ხოლო ყველამ კი არა. რაოდენთა რომლებმაც ის შეიწყნარეს, მისცა მათ ხელმწიფება ღვთისაყოფად, რომელთაც სწამთ მისი სახელი. ყველას, რომელსაც სწამს კი არა, რომელთაც სწამთ. ანუ ვიზია წარსულზეა ლაპარაკი. აი მისი მოსვლის დროს, ვინც რომლებმაც შეიწყნარეს, მისმა მოციქულებმა, სხვებმა ცოტა, აი ისინი გახდნენ ღვთისშვილები, რომელთაც იმად სწამთ მისი სახელი. ამას იოანე პირველ საუკუნეში წერს. ჯერ ეკლესია არ არსებობს, ჯერ ჩვენი წინაპრები არავინ არ არსებობს. იოანე ლაპარაკობს იმ ხალხს, ესმით? დღეს ღვთის სახელს ვინ შეიწყნარებს, მარტო ქრისტეს სახელი უნდა შეიწყნაროს. აი ჩვენ ნათლობის დროს როგორ ნათლავთ ადამიანებს, ვის სახელით ნათლავთ ადამიანებს? ყოვლადწმინდა სახელი სამების, ხო? სახელითა მამისათა, ძისა და წმინდისა სულისათა. ჩვენ სამების სახელით ნათლავთ, ხო? და ქრისტეს ამაღლების შემდეგ კიდევ ვინ მოვიდა შემდეგ დედამიწაზე? სული წმინდა მოეფინა დედამიწაზე. ამიტომ დღეს ღმერთი თუ უნდა ვინმე შეიწყნაროს, მხოლოდ ქრისტე კი არ უნდა შეიწყნაროს.
მამა, ძე და სულიწმინდა უნდა შეიწყნაროს. ამიტომ თქმა იმისი, რომ ყველას დღეს ვინ შეიწყნარა ქრისტეს სახელი მის არა, ყოვლადწმინდა სამების სახელი, იმიტომ გაცხადდა ღმერთის სრულად. ყოვლადწმინდა სამების სახელი უნდა შეიწყნაროს დღეს ჩვენ თანამედროვე, მაგრამ მაშინ იოანე როცა ამას წერს, აბარაკობს იმაზე წარსულში, ვინც შეიწყნარა ქრისტეს მოსვლა. ხო გასაგებია? მაგრამ ხშირად აი ასე არასწორად გვესმის ეს ადგილი. მეშვიდე ნახეთ. ერთ-ერთი ცნობილი ადგილი. აჰა, კართან მდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის ჩემთან. ეს არის იოანეს აპოკალიფსიდან ეს. ვერს ქრისტე წერს წერილს იოანეს პირით, ვის ლაოდიკეის ეკლესიას, ხო? და ასე უნება. აჰა, კართან მდგავარ და ვაკაკუნებ. ვინც გამიღებს, თუ ვინმე ჩემს ხმას გაიგებს, ხმას გაიგებს და გამიღებს, შევალ და მასთან ვისერებ, ანუ სერს შევჭამ პურს მასთან, აი როგორც ზიარების დროს ერთად უფალი გვესწრება სერობაზე და ის ჩემთან. ამ ადგილს როგორ ვიგებ დღეს? მეშვიდე ნახეთ. ერთ-ერთი ცნობილი ადგილი. აჰა, კართან მდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის ჩემთან. ეს არის იოანეს აპოკალიფსიდან ეს. ვერს ქრისტე წერს წერილს იოანეს პირით, ვის ლაოდიკეის ეკლესიას, ხო? და ასე უნება. აჰა, კართან მდგავარ და ვაკაკუნებ. ვინც გამიღებს, თუ ვინმე ჩემს ხმას გაიგებს, ხმას გაიგებს და გამიღებს, შევალ და მასთან ვისერებ, ანუ სერს შევჭამ პურს მასთან, აი როგორც ზიარების დროს ერთად უფალი გვესწრება სერობაზე და ის ჩემთან. ამ ადგილს როგორ ვიგებ დღეს თანამედროვე ადამიანები? როგორ? აი კართან მდგავარ და ვაკაკუნებ. ვის ეუბნება ღმერთი ამას? ამ გონია რომ უცნაურად ვაკაკუნებ. ჩვენ გონია რომ ჩვენ გულის კარებთან დგას ქრისტე და აკაკუნებს. ხომ ასე? ან ურწმუნოები ვინც არიან ჯერ აი იმათ კარებთან, იმათ გულის კარებთან და გული ხო ასე გონია. მაგრამ ეს ამას არ გულისხმობს. ნახეთ რას გულისხმობს? ლაოდიკეის ეკლესია იყო ერთ-ერთი უმდიდრესი ეკლესია. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, გახსოვთ? ერთ-ერთი უმდიდრესი ეკლესია. აი დაახლოებით დღეს რომ ლოს-ანჯელესში რო იყოს ეკლესია, ხო, უმდიდრესი ქალაქია ლოს-ანჯელესი, აი იქ რო იყოს ეკლესია მაგალითად. მოდიოდნენ უძვირფასესი ეტლებით, მრევლს ჰქონდა, უძვირფასესი ტაძარი ჰქონდათ. ლაოდიკეა თვითონ ძალიან მდიდარი საბანკო ქალაქი იყო. არაფერი არ უჭირდა. ყველაფერი ჰქონდათ სამრევლოში, გესმით? მაგრამ ერთი რამ აკლა. ქრისტე არ იყო ეკლესიაში. ამიტომ მეუბნება ქრისტე ლაოდიკეის ეკლესიას, ეს არის მეშვიდე წერილი. თქვენი ეკლესიის კართან მდგავარ გარედან და ვაკაკუნებ. რადგან ქრისტეს არ უშვებენ, აი ამ ფუფუნების, ამ სიმდიდრისგან და აი ამ ლაღი ცხოვრებისგან ქრისტე დაავიწყდა. ესმით? და მათ ეუბნება ქრისტე რომ ნელთბილნი გახდით. შეხო ამაზე ვილაპარაკეთ, ლაოდიკეაში ცხელი წყალი და ცივი წყალი სხვა ადგილებიდან მოდიოდა. თიხის მილები ჰქონდათ გამოყვანილი, აი როგორც მაგალითად ცხეთიდან რომ მოდიოდეს თბილისში წყალი, ხო ძველ დროში. თიხის მილები, ცხელი წყალი მოდიოდა და ცივი წყალი კიდე სხვა ადგილიდან მოდიოდა. ასეთი ფუფუნებაში ჰქონდა ცხოვრება. და ეუბნება ქრისტე რომ აი ხომ იცით ცხელი წყალი რომ მოდის აი ბუნებრივი ვინიდან წყაროებიდან. თქვენთან რომ მოდის, იმ ცხელ წყალს თქვენ ვეღარ იყენებთ, რომ ის მაშობდა თბილი ხდებოდა და უკვე შხამიანი იყო. დასაბანად შეიძლება გამოყენება იმის მხოლოდ მაგრამ დასალევად მის გამოყენება არ შეიძლება. აი ეს ეუბნება რომ აი იმ თბილი წყალი ნელთბილები გახდით თქვენ და კართან მდგავარ და ვაკაკუნებ. ესმით? ანუ რაზე ელაპარაკი სიამდვილეში? შეცვალეთ ამ ეკლესიის კართან დგას ქრისტე. ესმით ურწმუნოების გულის კართან კი არა, ურწმუნოებთან რა უნდა ამ შემთხვევაში? ეკლესიამ ხანდახან შეიძლება ისე დაივიწყოს ღმერთი, რომ ღმერთს აღარ უშვებდეს შიგნით. იცით, ბევრი ხატიც არსებობს, ბევრი მხატვარმაც დახატა ეს და ქრისტე როცა კართან დგას და აკაკუნებს, ამ კარებს სახელური გარედან არ აქვს. რატომ არ აქვს გარედან სახელური? რატომ არ აქვს? იმიტომ რომ მხოლოდ შიგნიდან შეიძლება ამის გაღება, გესმით? ძალით ის არ გააღებს და არ შევა იმაში. მხოლოდ შიგნიდან ერთი კაცის რომ აღმოჩნდეს,
სამრევლოში ვინც გამოფხიზდება და იტყვის ხალხო ესა დავკარგეთ ჩვენ ქრისტე აღარ არის ჩვენთან ის ერთი კაცი თუ მოვა და გამიღებსო კარს ამობს ქრისტე შევალ და ვისერებ მასთან ესმი აი თქვენ უნდა გახსოვდეთ ჩვენ უნდა გვახსოვდეთ ყველას ის რომ აი შეიძლება მოხდეს რომ ავწდეთ სწორ ცხოვრების გზას ხომ შეიძლება შენ ხარ ის ერთი კაცი ვისაც შეუძლია რომ ეკლესიაში დააბრუნოს ქრისტე სამრევლოში დააბრუნოს შენ ხარ ის კაცი შენ თუ გამომხიზდები და გაუღებ კარს და შემოიყვან ქრისტეს თავისი მაცოცხლებელი სიტყვით ხომ აი ეს ძალიან კონტექსტიდან ამოგლეჯილად განიხილება დღეს შეიძლება ის ვიღაცა უცხო კაცმაც გულის კარი გაუღოს და შემოიყვანოს არა ეგეც შეიძლება ეგეც შეიძლება თქმა უნდა შეიძლება ეგეც მაგრამ უყურე ჩვენ როცა ვქადაგებთ როცა ვსაუბრობ უნდა გვესმოდეს რაზე ითქვა ეს გესმით უნდა რაზე ითქვა იმიტომ რომ რაზეც ითქვა იმაში თუ გამოიყენებ 100-ჯერ მეტი ძალა აქვს ამ სიტყვას გესმით ეხლა რომ ჩვენ ვამბობთ რომ აი ვიღაცა ურწმუნოს გულის კართან დგას და უკაკუნებს ეს იმდენად ამის ძლიერი არა როგორც ჩვენ რომ დავფიქრდეთ იმაზე რომ ჩვენს სამრევლოში არის ქრისტე ჩვენ ცხოვრობთ ისე რომ შემოდის უფალი ჩვენს საკეკლესიაში ჩვენ ვიქცევით ისე რომ ქრისტე ვესწრება სერობაზე ამას ხო უფრო ძლიერი ის აქვს გავლენა ხო როგორც მოიზიდოს ქრისტე ხო იმიტომ რომ აი რაზეც ითქვა იმაში თუ გამოიყენებთ განუზომლად დიდი შედეგი და ძალა აქვს გადაგების დროსაც და ფიქრის დროსაც იმას ხვდებით თორე რა ჩემ თქვი ხარ შეიძლება ისეც გავიხილოთ რომ ვიღაცას გულის კარტანას დგას და აკაკუნებს მაგრამ როცა თქვა უფალმა ეს ეგ აგულო არ გულისხმია როცა ურწმუნოებს გულისხმობდა მაშინ თქვა წადით მოიმოწაფეთ უქადაგეთ ასწავლეთ და მონათლეთ ურწმუნოებზე ეს თქვა ეს ამ თქვია რომ გავარ მათ გულის კარტი და ვარ ეკლესიაზე გესმით და ეკლესიას ხშირად ეს დავიწყებულია და გონია რომ იმ რიტუალებს იმ საიდუმლოებებს თუ ასრულებს გარეგნულად მას გონია რომ ქრისტე მათთან არის არ არის მას აი ეს მეშვიდე წერილი ლაოდიკიის მიმართ გვაფრთხილებს ჩვენ რომ შეიძლება ქრისტეს არ უშვებდეს ადამიანი სამრევლო თავის ეკლესიაში და ბოლო ამით დავასრულოთ რომ ძალიან არ გადავიღალოთ ნახეთ ეს არის იოანეს სახარების მესამე თავი მე-16 მუხლი ძალიან ცნობილი მუხლი და ამით მინდოდა დაგვესრულებინა ჩვენ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ამ საუბარში ნახეთ კონტექსტი რა არის ამ საუბრის იესო ქრისტესთან ღამით მიდის თქვენ იცით ღამით მიდის უდამთავარი ჯულისმცოდნე ნიკოდემუსი მოხუცი კაცი და ესაუბრება ღამით ხო და რა შეუბნება ქრისტეს ნიკოდემუსი რა შეუბნება რომ ვიცით რომ ღმერთისგან ხარ მოსული. ესმით, ქრისტე მათ მიერ ორდინირებული ამ გაგებით ხელდასხმული რაბი არ არის, მაგრამ მღვდელმთავარი ეუბნება ქრისტეს. წარმოიდგინეთ, აი ეპისკოპოსმა რა უთხროს ვინმე არახელდასხმულ ადამიანს. ეუბნება რომ ჩვენგან ხელდასხმული არ ახარ შენო, ეუბნება, მაგრამ რაბი ხარო, იმიტომ რომ თუ ღმერთი არ არის ადამიანთან, იმას ვერ შეასრულებს, რასაც შენ ასრულებ. და რა შეუნება? როგორ ახერხებ ამას? რა არის, საიდან გაქვს ეს ძალა? აი საიდან არის გაქვს ეს ძალა, ეუბნება. და ქრისტე ეუბნება, ვინც ხელახლა არ დაიბადება თავის ცხოვრებაში. დედის მუცილ და ხო დავიბადეთ ერთხელ. ვინც ხელახლა არ დაიბადება წყლისგან და სულისგან, ვერ შევა სათასასრულო. შეუნება რომ აი წყლისგან და სულისგან თუ არ იშვებით, ვერ გაიგებთ ვერ ჩემსას და ვერ სამ საქმეს ვერ აღასრულებთ რაც მე ვაკეთებ. მოხუცი ნიკოდემუსი შეუნება რომ მაგრამ რანაირად მე სამჯერ უკვე დავიბადე ჩემ ცხოვრებაში ხელახლა, იმიტომ რომ იუდეველები ამბობდნენ რომ როცა ადამიანი მოზარდ ბავშვობიდან დიდობაში შედის ბარ-მიცვას დროს, ქორწინების დროს და ვლადკურთხევის დროს ხელ თავიდან იბადება. ეს მათი გაგება იყო. რანაირად მონა დავიბადო კიდე თავიდან მოხუცი ვარ მე უკვე. გავიარე ის ცოლის მოყვანილი შეთული მყავს უკვე და ბარ-მიცვას გავლილი მაქვს, როცა 12 წლის გავხდი და კაცობაში შევედი. ქრისტე უნება რას? ვინც არ დაიბადება სულისგან და წყლისგან და სულისგან. და შემდეგ ეუბნება. აი როგორც გველი აღმაღლა მოსემ უდაბნოს, ხო? სპილენძის გველი, ბანაკის თავზე, ვინც არის იმას კიდევ გავიმეორებ.
როცა ისრაელი მოდიოდა ეგვიპტიდან, განსაცდელი შეემთხვათ მათ ასეთი, რომ გველები კმედნენ უდაბნოში და იხოცებოდნენ. და მოხდა ასეთი სასწაული, ღმერთმა უთხრა მოსეს, რომ გააკეთე ბრინჯაოს გველი, სპილენძის გველი, ბანაკის თავზე აღმართე და ყველა ნაკბენმა კაცმა, გველისმა ნაკბენმა შეხედოს მას ამ გველს რწმენით და არ მოკვდება. და მართლაც არ კვდებოდნენ, სასწაული მოხდა. და ქრისტე ეუბნება, აი ხომ გახსოვთ ის ამაღლებული გველი, ხომ გახსოვთ? აი როდესაც ამაღლდება ძე კაცისა თვითონ, აი როცა დაინახავთ აი იმ გველივით ამაღლებულს ძეს კაცისას, ვინც იწამებს მისას, ის არ მოკვდება საუკუნოდ. ხვდებით? შეიძლება მოკვდეს ხორციელად, მაგრამ სულიერ სიკვდილს ის არ ნახავს. და შემდეგ მოდის ეს მუხლი, ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა სოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდჩობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ამას უკვე იოანე ღვთისმეტყველი ამბობს. აი ამ დიალოგის ბოლოში ამბობს, რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა სოფელი. ამას თანამედროვე ადამიანები ვიგებთ როგორ? სხვა ენებში უფრო ძლიერად ცნობილება. გერმანულში ესეა, so hat der Gott die Welt geliebt. ანუ ისე ძალიან შეიყვარა ღმერთმა სოფელი. ხო, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ღმერთს უყვარდეს მხოლოდ სოფელი. ხო ესეა. ზოგადად არაფერი არ გვინდა ღმერთისგან. განსაკუთრებით თანამედროვე ადამიანს ეს სჭირდება, რა ვიცი, უნდა ღმერთს უყვარს სოფელი, არ ჯის. სიყვარულია ღმერთი. ყველაზე მეტად ამას ამოგლეჯს ხოლმე თანამედროვე ადამიანი და ამბობს, ღმერთი სიყვარულია. სასჯელზე თუ ეტყვი რამეს, იმ წუთში გაბრაზდება, გაგლანძღავს შენ ისახარ ძველი აღთქმის ადამიანი ხარ გეტყვის. არა, ღმერთი სიყვარულია. მე რომ ცოდავდე და მე რომ არ დავდიოდე ეკლესიაში და რომ არ ვკითხულობდე ბიბლიას, ამჯერ ვთქვიოთ ხოლმე ჩემთვისაც. ღმერთი სიყვარულია, მაინც უყვარვარ ღმერთს. ასეა? არ არის. რადგან აი ბერძნულში და ძველი ქართული გიორგი ფაწმინდელის თარგმანი არის შედევრი, სახარებს, შედევრი. ნახეთ როგორ წერია, რამე თუ აი იმ სიტყვებიდან, დიალოგიდან გამომდინარე, რაც ქრისტემ უთხრა ამაღლებაზე, გოლგოთაზე, ხო? რამე თუ იქიდან გამომდინარე, ასე ესრეთ, ანუ ამ სახით შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ ყველა მისი ძე მხოლოდ ჩობილი ჯვარცმისთვის, რომ ყველა მის მორწმუნე კი არ მოკვდეს, არამედ საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს. გესმით? განსხვავებას ატყობთ? ისე ძლიერ შეიყვარა კი არა, ჯვარცმის გზით შეიყვარა ღმერთმა სოფელი. რომ ჯვარცმა უნდა იწამოს ადამიანმა და ვინ ჯვარცმას იწამებს მის გადასარჩენად, ის გადარჩება სულიერ სიკვდილს. გესმით? აი განსხვავება ძალიან დიდია ამ ორ შორის. ჯვარცმა თუ არ სწამს ადამიანს მის გადასარჩენად, რადგან სიყვარულიც არ უნდა სწამდეს მას ღმერთის, ვერ გადარჩება. გესმით? რომ ყველა ადამიანი ცოდვილია, ყველამ შესწოდა ჩვენ შორის. ყველა დაცემული იყო. ვინმე შეუძლია თქვა ჩვენ შორის არ შეუწოდავს? არ არსებობს. მაგრამ თუ შევწოდე, სასჯელიც მელის, ხო? შეიძლება ღმერთმა სასჯელის გარეშე დატოვოს ცოდვა, აგით რამე არ ხდება. ანუ ეს ყველა ნორმალურ ადამიანს გააზრებული აქვს, რომ ყველამ შევწოდე და ყველა ვიმსახურებთ სასჯელს, ხო? მაგრამ რამ გადაგვაჩინა სასჯელისგან? იესო ქრისტეს ჯვარცმა. ღმერთმა თქვა, რომ ყველა თქვენი ცოდვისათვის სასჯელი მან აიღო გოლგოთაზე, როცა ჯვარს ეცვა. ესრეთ ამ გზით შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მოხსნა თქვენ ცოდვები, მის ძეს დაადოთ ყველა თქვენი ცოდვა და თქვენ ახლა ამ ჯვარცმის მორწმუნენი კი არ წარწყმდებით, არამედ გადარჩებით. აი ეს არის ამ ყველაფრის აზრი. ესმის და ერთმა ახალი მოზარდმა მკითხა ამას წინათ, რომ გველიო ხო ცუდის არის სიმბოლო, ხო? გველი ხო ვიცით ადამი და ევას ქუნებიდან. რატომ გველთან რატო ხდება ქრისტეს შედარება? იმიტომ რომ მოსემ გველია ამაღლა ბანაკში და გველია ქრისტე გველს ვადარებ? რატომ? იმიტომ რომ აი იმ ჯვარცმის მომენტში იმდენად დაიტვირთა ღვთის ძე ჩვენი ცოდვები, რომ მართლაც დამნაშა, აი გველი ამის სიმბოლოა,
მართლაც ყველაზე იურიდიულად ყველაზე დამნაშავე გამოჩნდა ამ სამყაროში, იმიტომ რომ იტვირთა ყველას, იმიტოა გველი იმ დროს ის სიმბოლო ჯვარცმის დროს. დაბნელდაზეც ხო გახსოვთ ჯვარცმის დროს ჩამობნელდა ჯოჯოხეთით უკუნიდან განმაზე, იმიტომ რომ აი ამ დროს იტვირთა მან ყველა ადამიანის ცოდვა. რომელიც ცოდვა? ხვალ რასაც ჩაიდენ, ისიც იტვირთა. თუ წამს მისი ჯვარცმა შენი გამოცდის. ესმით? შეიძლება 10 წელიწადში რაღაცა შემემთხვას მე კიდევ ისიც იტვირთა მან. ღმერთი ხომ არადიული? ისიც იტვირთა თუ წამს რომ მან გამათავისუფლა მწუდებისა. ესმით? ეს იმდენად ძლიერი რწმენა, სიყვარულზე დიდი რწმენა ეს არის, გესმით? აი, ეს უნდა გაიგოს ადამიანმა, რომ სიყვარულზე დიდი რწმენა ჯვარცმის რწმენა. იმიტომ რომ მე თუ ვიცი რომ ღმერთი ჩემთვის ჯვარს ეცვა, როგორ გაუნდა ვიკადრო კიდევ რომ ცოდვა ჩავიდინო, ხო ასეა? ამიტომ მაიარაღებს სიყვარულზე უფრო მეტად ეს ამან გამაიარაღა. ესეც სიყვარულია თავით, მან გაწირა ჩემთვის თავი, ხო? ანუ განიარაღებული ვარ, მე აღარ შემიძლია ცოდვა ჩავიდინო. თუ მახსოვს რომ როგორ ის ჩემთვის ჯვარს ეცვა, როგორ გაუნდა მიუბრუნდე ცოდვა, გასმით? აი ამიტომ ამბობს იოანე ღვთისმეტყველი, მართლაც ღვთისმეტყველია იოანე. ამ გზით, ამ სახით შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ გაწირა თავისი ძე თქვენს გადასარჩენად. ვისაც წამს მისი ჯვარცმა, არ დაისჯება, არ წარწყმდება, ექნება მარადიული სიცოცხლე. წარწყმედა რას ნიშნავს? წარწყმედა რას ნიშნავს? წარწყმებული იყოს რაღაცა. აი რა შეიძლება წარწყმედა? ანუ გზიდან გადასული იყოს ამ. ხო, წარწყმედა არ ნიშნავს სიკვდილს და დაღუპვას. წარწყმებული, აი ერთხელ ერთმა მოხუცმა ქალმა ესეთი რაღაც მითხრა, რომ რაღაცა ქაღალდები თხოვე, ძველი თაობის ქალი იყო და ქაღალდები თხოვე და მე ეს ქაღალდები რომ მომცა გავაფუჭე რა რაღაცას წერდი და არ გამომივიდა ერთი ორი და შემოვიდა უი რამდენი ქაღალდი დაგიღუპიაო ესე. რამდენი ქაღალდი დაგიღუპიაო. ანუ წარწყმედა ეგ არის. გამოუსადეგარია უკვე ეს ქაღალდი. აღარ წარწყმედულია. აი ადამიანის კი არ გაქრება სიკვდილის როცა თუ ღმერთს უარყოფს. წარწყმდება ღვთისათვის გამოუსადეგარი ხდება გეენა ზუსტად ეს არის რომ აბსოლუტურად სამუდამოდ დაშორებული ხარ ღმერთისგან და შენ გამოუსადეგარი ხარ ცალკასასუფლებელზე. აი ეს არის წარწყმედა, დაკარგულობა ღმერთისაგან. აი ეს არის. აი სულ ეს იყო რესწმენა თქვენთვის მეთქვა, ამიტომ ეს მაინც ხოთ ყველას წაიღეთ, კიდევ გადახედეთ, თქვენ თუნდაც მოძებნეთ ეს ადგილები ბიბლიაში, წაიკითხეთ, გაიხსენეთ ყველაფერი და ყოველთვის როდესაც ბიბლია